როგორც ვაკეთებთ ხოლმე მოდი არ უღალატოთ ტრადიციას და უთხრათ ადამიანებს დღეს რაზე ვისაუბრებთ. რაზე ვისაუბრებთ? დღეს ჩვენი თემა იქნება სასაუბრო თემა პირველი ნაწილის სპორტი. სპორტი ზოგადად, ქართული სპორტი, სოფლიო სპორტი, სპორტი, სახეობები, ასეთი, ისეთი და ნუ მოკლედ სპორტზე ვისაუბრებთ. ძალიან სპორტული წამყვანები კი ვართ აქ ძალიან. ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ სამივეს გივლია რა ეს სპორტი. შენ ვიხავი მაინც სპორტზე ახლა ხო. წაღო ძმაო შენ. მადლობა დაკონკრეტებისთვის. მაინც უკვე შევახსენოთ მაყურებელს, რომ ილო იყო ყოფილი ფეხბურთელია ის, არამოყვარული პროფესიონალი ფეხბურთელი და რამდენიმე ამბავიც აქვს ამის აუ მე ჩემი ჯილდოებინა განახოთ ერთხელ. მართლა გააქ ეგეთები? რა თქმა უნდა. თავისი მედლებით და თასებით. ყველაფერი თან გაქვს? რაც გადარჩა. ხო, აი მის კითხვა მინდა. რაღაცების ნებედობის ჟამს ხო იცი? ხო, ნუ ეხლა. კარგი, ვის რა სპორტზე გივლია? მე თხილამურებზე მივლია. სრიალებ? ეს შენი სფერო ისეა, რა თხილამურები ექსტრემი. მე გეტყვი, მე სრიალებ ისე? კი, სრიალებ, სნოუბორდის სრიალებ, მაგრამ აი მაწილკაცობაში რაზე დავდიოდი, სპორტზე გეტყვი, ზესტაფონში, მაგალითად ზესტაფონში. როდის? მაწილკაცობაში. ზესტაფონის სპორტ სკოლაში დავდიოდი, მაგალითად მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ნუ იქ რაღაც სურვაზეც მივლია, რაღაც სხვადასხვა სპორტებზე დავდიოდი ბევრზე, მაგრამ ბოლოს ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ცოტა უფრო არისტოკრატულ სპორტზე შევსულიყავი და ფარიკაობაზე დავდიოდი. მოფარიკავე ვიყავი ზესტაფონში, 1 წელი დავდიოდი ფარიკაობაზე და 1 წელი ფარიკაობის დარბაზში ჩვენი მწვრთნელები, რომლებიც თვითონ ისხდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ, გვათამაშებდნენ ფეხბურთს. კალათბურთის ბურთით. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. ეთყობა მაგის გამო და ჩემი სპორტთან ეგეთი არისტოკრატიული. ხო, არისტოკრატიული ხო ხდება იცი. ფარიკაობა უფრო სხვა ჭიდაობა არ იყო უფრო. ხო, ეს ლუდოვიკ მერვე იყო. ახვეწილად უფრო ეს. სხვადასხვა ქართველი სპორტსმენების შემთხვევაში თუ იცით როგორ არის? როგორ? ანუ მიღწევები, როგორ ვითარდება სპორტული კარიერა, როგორ მიდიხარ წინ, როგორ მიიწევ შენ საქმეში. აი მაგალითად, ქართველი სპორტსმენისთვის არის ესეთი სამი მთავარი სპორტული მოვლენა არსებობს. ერთი რა თქმა უნდა ყველამისათვის სოფლიო ჩემპიონატი. ოლიმპიადაზე მიიღოს მონაწილეობა და მესამე მონაწილეობა მიიღოს არჩევნებზე. არჩევნებისთვის მზადება, ანუ მზადება ოლიმპიადისთვის, მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, მზადება არჩევნებისთვის. აი როგორ ხდება? როგორ ხდება ყურე, მიდის ხო ოლიმპიადაზე, წავიდა ოლიმპიადაზე, იქ ძალიან ბევრ სპორტსმენს შეეჯიბრა, გამორჩეული იყო მათ შორის, გაიმარჯვა, აიღო შესაბამისი ჯილდოები. ამის შემდეგ წავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ხო? მსოფლიო ჩემპიონატზეც მიდიხარ იქ უამრავი მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონები უნდა დაამარცხო და გახდე გამარჯვებული და იქ შესაბამის ჯილდოსაც აიღებ, მაგრამ მთავარი სუპერფინალი შედგება სამშობლოში დაბრუნების დროს, როდესაც სუპერფინალში საარჩევნოდ სცემთ ნიკა მელიას. ამ დროს გადმოგეცემათ ყველა ჯილდო და პლუს მთავარი ჯილდო, მაგალითად, ქართული ოცნების თასი. ან ვისაც უწევს იმ დროს ყოფნა. ეს იმ შემთხვევაში თუ მოერია ნიკა მელიას რა. არა, ჩემის ჭუბის შემთხვევაში გადაეცემა თასი და თუ მოერია უკვე დეპუტატის მანდატი გადაეცემა რა. ააგო საინტერესო ხდება რა აი. მანდატს გადმოგცემთ რა. მართლა? არა არის ხუმრობა. არა, ვიცი რა. ესე აი სპორტთან ესე ხა. იცი როგორ ის თულია სპორტსმენობა საქართველოში? აი ეს წარმოგიდგენით, იმიტომ რომ მე როგორც ყოფილი სპორტსმენი ხო? და მე ყოფილი სპორტსმენი ვარ. ფეხბურთს თუ თამაშობდი, ჩემ სფეროში ვიძახი რა. აი, არიცი როგორი თული ასატანია, როდესაც შენ სტადიონზე დარბი ხარ, გახვიტქული, 90 წუთი თავს არ ინდობ. ამ დროს წარმოიდგინე, კოჭებს გიმტრევენ, ქვია, ჯვარედინებს გიმსხვრევენ, მუხლში გირტყავენ. ესე იგი, რას აღარ აკეთებ? დარბი ხარ, ნუ გახვიტქული 90 წუთი წარმოიდგინე და ამ დროს ვიღაცა, ლუდი, ვობლა, ესე გაზეთი აქვს დაფენილი ასავლო-დასავალი, სადაც დაждდება, იმიტომ რომ მარტო ასავლო-დასავლოზე ჯდებოდა რატომაც მაშინ ხალხი და გიყურებს და მე რა ტრაკი გააძრეა ტოირბინა. რა იყო სადა დროზე რა გაეწანა ტრაკი რა. და შენ ამას უყურებ ამას რა. შენ ამას გახვიტხული დარბი ხარ, აღარ იცი. არა, გულშემატკივარი ნახდათ სამართლობაა ეხლა. უერთგულესი გულშემატკივარი ყავს, იმიტომ რომ აი ისეთია რა, ჯიგარია რო იცის შენი ყველა წარმატება, შენი კარიერა იცის, შენი ცუდი იცის, შენი კარგი იცის, შენი დედა იცის, შენი ნათესაობა იცის, შენი ჯიში და ჯილაგი იცის. ყველაფერი. გენეტიკური ხელი. ისე არანაკლებ მდგომარეობაში არიან ჩვენი კომენტატორების ჩემი აზრით რა. ანუ რა მდგომარეობაში არის ფეხბურთი და არ არის კაი მდგომარეობაში ფეხბურთი მოდი აღიაროთ და არა მარტო ფეხბურთი, მაგრამ ფეხბურთით. იგივე მდგომარეობაში არიან კომენტატორების. ეხლა შენ წარმოიდგინე ნებისმიერი ქვეყნის კომენტატორებს, როგორ მიყავთ საკუთარი ნაკრების თამაში იქნება თუ ნუ ხო ემოციურ შოუს აკეთებ. აი მაგალითად აი ბრაზილიაში ხო რაღაცა Ronaldo adrei იყო და ეხაც ბევრი ყავთ კიდე ნეიმარი თქვა რაღაც გოლს იდან que para Gildo meia hora você errado é para pato mas gol Ronaldo gol seu pra meto você tu pago Gildo
იტალიაში მაგალითად გაიტანა ტიპმა გოლი და ფორტა და იტალია მერე ბასტა მერე გეტი ბესერატა მერე ბასტა მერე მალდინი მერე გოლ სტანტა მარია მერე ბასტა და პუტ კვაჩი ხოხტები ანუ აი თელი შოუს აკეთებ და გადმოვინაცვლოთ საქართველოში. მის ცხოვრება ანუ წარმოიდგინე ყველა როგორ იხარჯებიან. ამ დროს საქართველოში რა ხდება? ხო შეიძლება პლეიოფია, გავდივართ სოფლიო ჩემპიონატზე. და ერთი გოლი გვინდა რომ გავიდეთ სოფლიო ჩემპიონატზე. და ამ დროს გავიტანეთ ის გოლი. მოხდა სასწაული, გადავედით სასწავლებლთა კატეგორიაში და გავიტანეთ ეს გოლი და ჩვენი კომენტატორი. დარტმა გადააწოდა? გადააწოდა ერთი პასი. მიიღო რეხეშუმა. ოქროესი. დარტმა ვიღაცის რო არ მოეწონება ის გავიდანეთ. ჩვენ გავედით სოფლიო ჩემპიონატზე. ამი ჩვენი ტრანსლაცია დამთავრებულია, კარგად ბრძანდება. ტრანსლაციის სპონსორია გაგაგებინა ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დროს პირველად შეიძლება გავიდეთ. შენ იყვირე მე რა მაგ დროს გოლ რა პრობლემაა რა გინდა ხო იხტუნე და იყვირე აი რა გეხოთ ტემპს მომატეთ ქართულ კომენტატორს არ არის ეგ ტემპერამენტი ეხლა არ არის ესე ნუ გადაუვლით მე მაგალითად მახსენდება საქართველოს ხორვატიის დროს არ ვიცი ფეხბურთის კომაგი თუ ვინმე არის საერთოდ რო არ იყოს ფეხბურთის კომაგი ეს ხმა მაინც ექნება გაგონილი რა საქართველოს ხორვატიის თამაში როდესაც იყო კომენტატორმა როგორ აღნიშნა როდესაც 1-0 გახდა და ჩვენ გოლი გავიტანეთ აი თუ არ გახსოვთ თუ შეიძლება გავუშვათ ეს ვიდეო საჯარიმოშია ართვალავდე პასი უკან დაგრა გოლ საქართველოს დაგრემა გაიტანა 1-0 გოლ ხორვატებს გაუტანეს ბოლო წუთზე 1-0 ეგეთია რატო გონიათ რო არ ხდება გავიტანოთ და ხდება საქართველოს ნაკრებმა გაიტანა 1-0 აი ეს არის ჭეშმარიტი აი ჭეშმარიტი გოლ არის გოლ არის დავსვი აცინიქსი მე მქონდა ეგეთი შემთხვევა ჩემ საფეხბურთო კარიერაში როდესაც უმაღლეს ლიგაში თამაშობდი მაშინ და თამაში გვაქვს გუნდის წინააღმდეგ რა არ ვიტყვი რომელი გუნდის წინააღმდეგ და ესე იგი მე მქონდა ეგეთი ურთიერთობა ჩემ მეორე მწვრთნელთან იყო მთავარი მწვრთნელი იყო მეორე მწვრთნელი მეორე მწვრთნელთან სულ ისეთი ურთიერთობა იყო რომ რაღაც არ ვიცი мотиваციას მაძლევდა თუ რატომ მეუბნებოდა აზი არ ახარ ბიჭო შენ მეუბნებოდი რომ ასისულელია მე ვარ ესეთი მე ვარ ასე ეგ ვიცით ანუ ხო ვიქებდი თავს ხდები ყოველთვის და ის მეუბნება რომ აზი არ ხარ ეხლა რა თქმა უნდა ჩემი მეგობარი იყო და ამით мотивაციის ამაღლება უნდა და მაგრამ მოხდა ესეთი რამე რა რომ სულ აზი არ ახარ ფონზე თან ცუდი სერია მქონდა ვიტყვი სიმართლეს და ერთ-ერთი თამაშის დროს ბიჭო თამაშობ რა და ბიჭო ჯერ 4 კაცი მოვატყუე გავიტანე გოლი ვახჩი 4 კაცის მოტყუებასთან რაღაც სასწავლად მოვატყუე მე მაკრატელა დავარტყი გავიტანე გოლი მე 3 კაცი მოვატყუე ჩავაწოდე პასი და გაიტანეს გოლი ანუ ყველაფერს ვაკეთებ რისი გაკეთებას ფეხბურთელის ვარსკვლავური საათი აი ვწყინავ და მგონია რომ აი ეს დღე არის ჩემი განსაკუთრებული დღე იმ დღეს მივხვდი რომ მე დიდ ფეხბურთში მივდივარ და გინდა ბარსელონაში გინდა ლივერპულში გადავა ცოტა კი მეეჭვა იმიტომ რომ იმ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ამოწრენ რომ ბიჭო რას ვიზავთ აბა დღეს ესია ხლა აბა როგორც არის შევეგუოთ ეგ ფრაზა ცოტა მეეჭვა დამთავრდა თამაში და მივდივარ ჩემ მეორე მწვრთნელთან უკავებელი 4 გოლი გავიტანე 3 საგოლე პასი რაღაც სასწაულის შედეგი და მივდივარ ჩემ მეორე მწვრთნელთან და მეუბნები რომ მეთქი აი ესე ვთამაშო მეთქი აი ვინ არ არის ბიჭო ასე მეთქი 3 დღე ურეკავდი და ვეუბნებოდი ნახე 4 გოლი 3 საგოლე ბოლოს ამას თქვა ყელში ამოვიდა და მითხრა რომ გაყიდული თამაში იყო ანუ ეს ფეხბურთელები უბრალოდ მატარებდნენ იო ფული ქონათ აღებული ამაში მაინც ხო პატიოსნები იყვნენ რომ პატიოსნ დაკეთებდნენ თავის თამაში მე შევდიოდი თურმე ესენი აბა მიგზადი გენაცვალი ასეთი გოლი გაიტისები გაყიდული თამაშები ხო უსინდისო საშინელება ყველაზე უსინდისები არის იცი ეგეთი რომას გავიცემ ბავშვი გარტყმაში არის იცი როგორ დამთავრდა ეგ ხوارი ყო ეგ ხوارი არ ჩენილი ყავ მაგ ტრამვის გამო ხო არ დაანებე ფეხბურთს თავი რომ ამბობ ტრამვის გამო შევეში ქართველო ფეხბურთელებო ნუ გაყიდებ თამაში მე დამტყულში დავჩერდი ქართველო თამაშს ნუ გაყიდი ქართველმა ფეხბურთელებმა და ფეხბურთის კომაგებმა არ მიწყინოთ მაგრამ მე როდის მივხვდი იცი როდის როდიდან აქ დარხეული ქართულ ფეხბურთს როცა ქართველი წარმატებული ძალიან ესეთი რა კარიერაში წინსვლაზე ორიენტირებული ქართველი ფეხბურთელი გავიცანით ცეკვავენ ვარსკვლავებიდან. უიანა ბარგნართან ერთად ცეკვავენ.
შენი ქვეყნის ნომერ პირველ ბომბარდირს რო გაიცნობ ტანტარამ ტამტარამ კაია ესეც შეიძლება პრინციპში ყველაფერია შეიძლება სტადიონზე რო ხარ და გოლს რო გააჯას ეს არ არის კაცო ჯულიანის ეს ეკავდა ატომატურად ეგ არის კაცო ეგა შვენიერია რა გინდა მაგარია მაგით რო იცნობ ეს ბიჭი ისე მაგრად ცეკვავს რომ შეიძლება გოლიც კი გაიტანოს კი შეიძლება ეგეთი კიდევ ერთი საკითხი ანუ ხო არის რომ სოფლიო სპორტში ყველაზე მეტად სპორტსმენებს ისი ეშინიათ ახლა წარმატებლობის გარდა არის რა დოპინგ კონტროლი ხო შემოწმებით დოპინგ კონტროლის დროს შემოწმებით დროს შეიძლება რაღაცა ისეთი ამოგივარდეს რამაც შენი მთელი კარიერა დაღუპოს და ყოფილა ეგეთი შემთხვევები და ქართველი სპორტსმენების შემთხვევაში დოპინგის ამოგდების არ ეშინიათ მათ უფრო ესე მოსაწევი იგივე პლანი მოსაწევი რო არ მოგიგდოს ხო ოპიატის ექსტაზის არა ექსტაზის იმიტომ რომ ხანდახან თამაშებს ვაგებთ ხოლმე და გიждები მე მიდიან მოწინააღმდეგე ფეხბურთელთან ჩვენი გუნდელები და აუ გილოცავ ბრატ მაგრამ მიხარხარ ძალიან მაგარი ნაკრები ხარ რატო მაგარი ფეხბურთი ხო არა მოკლედ ერთი კიდე უცნაური ამბავი შევეშოთ ფეხბურთს რა მოდი რა მოდი შევეშოთ ფეხბურთს მე ხო შევეშვით ეხლა თქვენ შეეშვით შევეშოთ ფეხბურთს კი ბატონო შევეშოთ ფეხბურთს ეხლა ერთი ამბავი და გავიხსენო არც ისე ძველი ამბავია საქართველოში უამრავი სპორტის სახეობა გვაქვს ძალიან წარმატებული ერთ-ერთი ასეთი არის დოღი რო ქართველები ისტორიულად ძალიან მაგარი ცხენოსნები ვართ ხო მოჯილითეები ვართ და მაგარი და ბახმაროში როგორც ვიცით ყოველწლიურად ტარდება ხო ეს დოღის ჩემპიონატი სხვათა შორის ძალიან ბევრი გულშემატკივარი მიდის ბევრი ადამიანი და ნუ მართლა ძალიან მაგარი ღონისძიებაა რა წარმოიდგინე სავსეა ხალხით იქაურობა ბევრი მხედრები არიან ცხენები და მართლა ძალიან მაგარი შეჯიბრია ერთ-ერთი ასეთი დოღის გამარჯვებულს, ერთ-ერთი შეჯიბრის გამარჯვებულს, როგორც გითხარით იქ ბახმაროში, გადასცეს პრიზი რა, ნუ ბუნებრივია პირველ ადგილზე გასულმა მიიღო შესაბამისი ჯილდო. ეხლა მე მინდა გაჩვენ, აი რა შეიძლება მიიღო, ფულადი პრიზი, რაღაცა ისეთი საჩუქარი. რა შეიძლება იყოს შესაბამისი? რა შეიძლება იყოს 1000 რამე შეიძლება იყოს და ახლა არ დაგიწყებთ, აბა მიდი შენ დაასახელე, ვერ გამოიწვა, ახლავე ვერ გამოიწვა. აზრი არა, ხო? თუ შეიძლება ვნახოთ ის ფოტო, რაც გადასცეს დოღში გამარჯვებულს, ანუ ადამიანს, რომელმაც გაიმარჯვა ცხენებით ჯირითში. ვნახოთ, რა მიიღო საჩუქრად. აი, ეს არის ადამიანი, რომელმაც დოღში ცხენებით ჯირითში მიიღო სერვისი. ყავის არ ვიცი 6 ჭიქა 6 თებში ვა ნიკა ოღონდ ეს მარტო ამანაც არ მიიღო ამან და მისმა ცხენმა ერთად მიიღეს კაცმა და ცხენმა ირბინეს სხვა კაცებს და ცხენებს გაასწრეს აჯობეს ყველაფერს და გადაეცათ ეს სერვისი სხვათა შორის დიდი ხნის წინ არ ყოფილა ეს სულ რაღაც 4 წლის წინ იყო შემდეგ წელს მადონას სერვისია და ეს კიდევ ყველაფერი არ არის მე ეგეთ კარგ ამბავს გეტყვით ამას უბრალოდ ვერ გავამყარებ ახლა ამ თავისი იმით რომ შეგიძლიათ სიტყვაზე მენდოთ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა კრივში მოიგო შიდა ქართლის ჩემპიონატი იყო რაღაცა და კრივში გაახლა შიდა ქართლის ჩემპიონატი რა გადასცეს თუ საჩუქრად მოკრივეს ჩემპიონატი რომ მოიგო არაფერიც საფერფლეების კრებული სხვადასხვა ზომის საფერფლე რამდენიმე ასეთია მე მგონი მოკლედ ნელა მიუახლოვდით პირველი ნაწილის დასასრულს მაგრამ პირველი ნაწილის დასასრულს გვაქვს ძალიან განსაკუთრებული სპორტის სახეობა რომელიც ვანიკოს აღმოჩენაა ჩემი აღმოჩენა მე და ილო გავხდით ამ სპორტის სახეობის ფანები მინდა რომ პირველი ფედერაცია უნდა დავაარსოთ საქართველოში ამ სპორტის სახელსაც ჩვენ დავარქმევთ და აუ და ძალიან მოდი ვთხოვოთ ჩვენ ძალიან მაინტერესებს ბატონ ნიკა გვარამიას ვთხოვოთ რომ გაგვიშვას ამ სპორტის სახეობაზე ინდოეთში ტელევიზიის სახელით თუ წავ ტელევიზიის სახელით ჩვენ გავაშუქებთ მთავარი გაის ჩამოვიდნენ და ბოის აბა ნახოთ როგორია ეს მთავარი ბოის ხარება ჯაჰე სულ მაინტერესებს და რა სპორტია ეს აბა ემზადებიან კაცურად ზონები უნდა დაიკავონ თან. დიდი დროშა უნდა აიღოს. აუ რა. აი, კიდე გვაქვს. კიდე ნახო. აუ ის მეორე ხო? ეგეთი არის. შენი. აი იცი ამას რა დავარქვი? ამ სპორტის სახეობას მე დავარქვი პადლეცი. პადლეცი შეიძლება. ამას ქვია პადლეცი. სილაქანი. პადლეცის 28-მე ინდოეთის ჩემპიონატი. სილაში ხო იმაში ასპარეზობენ და უნდა ერქვას სილაქანი. რატომ მოგვეწონა ახლა ჩვენ განსაკუთრებით ეს სპორტის სახეობა? თუ დააკვირდით რა ხდება, ანუ შინაარსი რა არის, ესე იგი, ორი მამაკაცი გარვის ქალებისაც არის შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ გავაკეთებთ ქალებისაც აუცილებლად და ესე იგი ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, მიეცემა სტარტი და ულაწუნებენ ერთმანეთს რა. ანუ აქ კი არა რომ აი ურტყამ მოგტეხე არა აი მაგრამ გააწანი აი უყურე აი ხო მიეცი სტარტი უყურე გაჩვენებ რა
აი თავიდან რო უკეთებ და ის თვალებით. მოდი აქ გეასპარეზებ, მოდი. მას მეც მინდა რა სამი სამში ექსპორტი. იყოს და. არა, მე მსაჯი ვიქნები. მე მსაჯი ვიქნები. თუ გინდა იყავი შენ. მე მსაჯი, მაიცა? აი. აბანე ჯაჰე. ბარიბა? ბარიბა? აბნი გაჯეჰა. იდიოტ. ჯამალე. დაახლოებით ეგეთ სპორტის სახეობა. მაქსიმუმ გავტყუცოთ. ხუბი ხდება ხოლმე fashion week-ის დროს. მაქსიმუმ გავტყუცოთ ერთმანეთი. სხვას ვერაფერს ვერ დავაძაუთ. ესეთი ხუბი სად ხდება, იცი? fashion week-ის დროს თუ ერთი და იგივე კოლექცია აღმოაჩნდა თორემეს. შედეგი რადგან ჩემი კოლექცია რატო აიღება? მართლა მკივნეულია. მაგარი მკივნეულია მე. ეხლა დავაფასე. ლაწუნის ჩემპიონი.